იმას მოგიყვებით თან ირაკლისაცი დეკემბრის 31-ში გაუქმდა და წინასწარ გადაუხადეს თითქმის 2 მილიონი ლარია კომპანიას აღებული. ხდება მეტად თქვენ. დახარჯული რა მიცემულია კომპანიაში და ეს იქნება 400 დღე კი არა. ხარისხოვანია რომ გზადროულად გაიხსნას, თორე ისე ბიუჯეტი მნიშვნელოვნად ზარალდება, მაგრამ როგორც 7 თვეში რა სამუშაოზე ჩაეტარებია იმის 20%-იც არა გაგეთქვა. ორი ტრანშია იყო. 900,000 და მე გაიხსნა და იგივე არც არაფერი არ გაკეთებულა. ზე გადმოყვა და მე შემოყვა. ხომ ყოველდღიურად ბავშვები რომ იყვნენ. აი ძირითადად ეხა რა მასშტაბით მაინტერესებს რა მასშტაბით მოდი. აი ასე ვიდო ცხეთში შემოვლით მუხადგვერდზე გავდივართ ისე მოხდა 10-12 ანუ ჯვართან ჩადიან ფაქტიურად ჯვართან ტრიალდებიან აი სამწუხაროდ თქვენ ზედახი არის ესე იგი თქვენ გეხებათ ეს არის 42 მილიონ 700 მილიონ 800 ეს არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი, როგორ იფლანგება თბილისის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი, ისე რომ ვერ გვარდება მოსახლეობის ის პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებთ. ხიდი უკვე 7 თვეზე მეტია ჩაკეტილია, ნახევარი სამუშაოები შესრულებული უნდა იყოს და სამუშაოები არც კი დაწყებულა ფაქტიურად, მაშინ როდესაც უკვე მილიონზე მეტი ლარი, თითქმის 2 მილიონი ლარი გადახდილია. ასე რომ დავით არმანია სამწუხაროდ მხოლოდ ფლანგავს ბიუჯეტის სახსრებს და ვერ ახერხებს ელემენტარული პრობლემების გადაჭრას, მაშინ როდესაც თანხები იხარჯება. ძალიან სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებას ელოდება მოსახლეობა და იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში მაინც ის დროზე მოეგება გონს და დროზე უზრუნველყოფს ამ სამუშაოების დასრულებას. არა, ამ დილით შეიძლება. ალბელები არის. ინდიკატორი აი სრულები როგორ ძეგა. ავარჯობა. ორ ვიდეოში მაგზირო ეს ფაქტი, რაც ზაგესის ხეთთან არის დაკავშირებული და მოსახლეობის აღშფოთებას იწვევს, არის მაგალითი დღევანდელი მთავრობის და ხელისუფლების არაპროფესიონალიზმისა. სხვა რა შეიძლება დაერქვას 6-7 თვით ადრე დააქციო, დაანგრიო ხიდი, რომელიც სკოლაში უნდა მიიყვანოს სამსახურში გაჭირვებული მოსახლეობა და დაანგრიო არაფრის არაფერი არ გააკეთო მთელი ნახევარწელზე მეტი. მიტოვებულია სულ ყველაფერი, გაჭირვებულია ხალხი და არავინ ყურად არ იღებს მოსახლეობის აი ამ ხელა გასაჭირს. იმედია ეგებ გამოცოცხლენ, ეგებ გამოფრთხილად არ მოიჭრან თავი და მიხვდნენ იმას, რომ გაფუჭებულს ნელ-ნელა გაკეთება და გამოსწორება სჭირდება. პრობლემები შეგვექმნა უკვე ამ ხიდის გამო. 8 კილომეტრს ულით ცხეთის მხრიდან ისე ჩავდივართ ქალაქში და ქალაქიდან რომ მოდიხარ ანალოგიურად შემოვლითი გზით გვიწევს მოსვლა ოჯახში ან ყოველ დღე კიდე 16 კილომეტრი ზედმეტი გამოდის. ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული. 7 თვის წინ დედაქალაქის მერიამ გაუფრომა კომპანიას ხელშეკრულება, რისი მიხედვითაც აი ამ 2 ხიდს ზახეში უნდა ჩატარებოდეს სრული რეაბილიტაცია. გასულია 7 თვე, კომპანიას აღებული აქვს 1,800,000 ლარი წინსწრებად და ჩვენ ხედავთ თითი-თითზე არ არის დაკარებული. და საინტერესოა დედაქალაქის მერიამ აი ხელში მიჭრავს ხელშეკრულება, რაში გადაუხადა კომპანიას 7 თვის წინ წინსწრებად 1,800,000 ლარი და ვინმე დედაქალაქის მერიაში ზოგადად წუხ აი ამ პრობლემით, როდესაც 14,000 მოქალაქე თბილისელი ზახეში ცხეთის გავლით ჩადის თბილისში და არავინ არ იცის რა ბედი ეწევა აი ამ 2 ხიდს. ჩვენ მოუწოდებთ დედაქალაქის მერიას, რომ რაც შეიძლება სასწრაფოდ გაერკვეს სიტუაციაში და დაიწყოს და დაასრულოს აი ამ ხიდის რეაბილიტაცია. ყველა ვარიანტი აი ამ ხელა 2 ხიდს უნდა ჩაუტარდეს რეაბილიტაცია და აი ამათი მასალა, რომელიც აი გუშინ მოიტანეს, რა ხოლო არის აი ეს. არაფერი არ მიუთითებს აი ამ ადგილს, აქ უნდა ჩაუტარდეს 2 ქრანის დამატება 4 მილიონის ალმაგრა. აი ეს არის აი ამათი 1,800,000 ლარი 7 თვეში აი ეს არის. აი ამით ამაგრებ.
მაგდას ხან